მოგისალმებით აპოლინოს სამყაროში. დღეს კიდევ ერთი ძალიან გიმრიელი რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ და მოვამზადებ შოკოლადის პასკას. ეს იმას, ვისაც უყვარს განსხვავებული გემო და მზად არის სიახლეებისთვის. პასკის მომზადება არის მარტივი და ამისათვის გვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები: 500 გრამი შაქარი ან გემოვნებით, 1 კილო და 300 გრამი ფქვილი, 500 მილილიტრი თბილი რძე, თბილი და არა ცხელი, 4 ცალი საშუალო ზომის კვერცხი, 200 გრამი კარაქი, ვანილის ექსტრაქტი და სუნელების ნაკრები, რომელშიც არის მოთავსებული დარიჩინი, მიხაკი, მუსკატის კაკალი და ილი. და გვჭირდება 2 ჩაის კოვზი, 1 ჩაის კოვზი მარილი და 60 გრამი ნედლი საფუარი ან 2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი. პასკისთვის დანამატებები გვჭირდება 2 ფორთოხლის ცედრა, 200 გრამი ფორთოხლის ცუკატები, მე მქონდა აგრეთვე სახლში გამზადებული ცუკატებიც. გვჭირდება აგრეთვე 200 გრამი ქიშმიში. დაახლოებით 50 გრამი ნუში ან ნიკოზი, თქვენ რომელიც გაგიხარდებათ. და 200 გრამი შავი შოკოლადი, უმჯობესია 70% კაკაოს შემადგენლობით. და როგორც წინა პასკაში მე პირველ რიგში გავაქტიურებ საფუარს, რისთვისაც თბილ რძეში მოვათავსებ საფუარს. შეგიძლიათ 2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი გამოიყენოთ. და რძე უნდა იყოს აუცილებლად თბილი და არა ცხელი. მოურიეთ კარგად, რომ საფუარი გაიხსნას და ვუმატებ შემდეგ დაახლოებით 2 სუფრის კოვს შაქარს და დავუმატებ იმდენ ფქვილს, რომ მივიღო ალადების სისქის მასა. ფქვილი გაძერით, ესე იქნება უფრო მეტად მსუბუქი და ჰაეროვანი. მოურიეთ კარგად, რომ ინგრედიენტები ერთმანეთში გადანაწილდეს და როდესაც მიიღებთ დაახლოებით ესეთი სისქის მასას, გადააფარეთ თავზე სამზარეულო სპარკი და დადგით დაახლოებით 10 წუთი, რომ საფუარი გააქტიურდეს. სანამ საფუარი გააქტიურდება, მე გავთქვება ოთახის ტემპერატურის კვერცხს, რომელსაც დავუმატებ 1 ჩაის კოვს მარილს. კვერცხი გათქვიფეთ. კარგად და თქვეფის პერიოდში დავუმატეთ შაქარი. თქვიფეთ იქამდე, სანამ მას არ გათეთრდება და გაორმაგდება. როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება კვერცხის მასა დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, რომელსაც ახლა გადავიტან მე დიდ თაში და მოვათავსებ შიგნით. მომზადების პროცესი თითქმის იგივეა, როგორც წინა პასკა. როგორც ხედავთ, ჩემთან საფუარი უკვე გააქტიურდა და გაორმაგდა. ახლა კი მე გადავიტან საფუარიან ცომს და დავუმატებ კვერცხის მასას. აურევ ერთმანეთში კარგად, ფრთხილად. მოურევ კარგად და როდესაც კარგად გადანაწილდება ერთმანეთში, შემდეგ დავუმატებ უკვე გამნარ კარაქს. გამნარი კარაქი შეგიძლიათ კვერცხის მასაში თავიდანვე დავუმატოთ. შემდეგ კი ჩავახეხავ 2 ცალი ფორთოხლის კანს, რომელიც აძლევს განსაკუთრებულ არომატს ჩვენს პასკას. და ფორთოხლებს კი გავჭრე შემდეგ შუაზე და გამოვიყენებ 1 ცალი ფორთოხლის წვენს. ეს არის დაახლოებით 20 მილილიტრი. თქვენ შეგიძლიათ ორივე ფორთოხალის წვენი დავუმატოთ, მაგრამ შემდეგ ფქვილის რაოდენობა ცოტა შეიცვლება. დავუმატებ ფორთოხლის წვენს, მოურევ კარგად და შემდეგ დავუმატებ ვანილის ექსტრას. თქვენ შეგიძლიათ დაახლოებით 2 შეკვრა ვანილი დავუმატოთ. შემდეგ კი დავუმატებ მე სუნელების ნაკრებს. თუ ნაკრები არ გაქვთ, გამოიყენეთ ის სუნელები, რომლებიც გაქვთ. როდესაც კარგად გადანაწილდება სუნელებით, შემდეგ დავუმატებ მე უკვე ფქვილს. ფქვილი დავუმატეთ საცერის მეშვეობით და დავუმატეთ 2/3 ნაწილი.
ისე რომ ცომი გეწებებოდეს ისევ ხელზე. მოურიეთ კარგად, რომ ფქვილიც შეეზილოს. და როდესაც ფქვილსაც შეაძელთ, ცომი გამოიყურება შემდეგ ესე. მოყარით ცოტა ფქვილი კიდე ზემოდან. რომ ამოსვლის პერიოდში პარკს არ მიეწევოს, გადავაფარებ შემდეგ სამზარეულოს პარკს და მოვათავსებ დაახლოებით 1 საათი თბილ ადგილას. დაახლოებით 1 საათის შემდეგ ჩემთან ცომი უკვე ამოვიდა, როგორც ხედავთ. ახლა კი დავუმატებ მორჩენილ ფქვილს და საერთო ჯამში პასკისთვის გამოვიყენე დაახლოებით 1 კილო და 300 გრამი ფქვილი. მოურევ კარგად და შევაზელ ფქვილს. ზელცომის შემდეგ კარგად და ზელვის პერიოდში დავუმატებ დაახლოებით 4 სუფრის კოვს ზეთს. ეს არის ნეიტრალური გემოს ზეთი. გაგრძელეთ ცომის მოზელვა და ცომი უნდა ზილოთ ძალიან კარგად დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში. როდესაც კარგად მოზელთ, დავუმატეთ შემდეგ თხლადაჭრილი ნუში და მე დავუმატე აგრეთვე ფორთოხლის ცუკატები. შემდეგ კი მე დავუმატე ქიშმიში, რომელიც იყო წინასწარ წყალში დამვალი, გამშრალებული და შემდეგ ამოვავლინე ფქვილში, რომ გამოცხობის პერიოდში დაბლა არ მოექცეს. მე დავუმატე აგრეთვე დაახლოებით 50 გრამი შოკოლადი, რომელიც გამოცხობის პერიოდში არ დნება. მოურიე კარგად და გადავანაწილე ერთმანეთში ყველაფერი. დროდადრო ხელს ვისველებდი ზეთში, შემდეგ კი 200 გრამ შოკოლადს დავუმატეთ დაახლოებით 50 გრამი კარაქი და გავადნე 2 თქლის აბაზანაზე, რომელიც გამოიყურება შემდეგ. ესე, ახლა კი თითო კოვზობით აქა-იქა მოვათავსებ გამდნარ შოკოლადს. მე შოკოლადს კოვზის დახმარებით როგორც ხედავთ, ესე გადავიტან ერთი მხრიდან მეორე მხარეზე, ისე რომ თეთრი დარჩეს ცომის ერთი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილს კი ქონდეს შოკოლადი და მივიღოთ ესე დაახლოებით ზებრას ეფექტი. ცომი აღარ გადაზილოს ძალიან, რადგან შემდეგ ყველგან შეერევა შოკოლადი და ჩვენ ეს არ გვინდა. გამზადებულ ცომს გადავაფარებ სამზარეულოს პარკს და მოვათავსებ თბილ ადგილას რამოდენიმე საათი, სანამ ცომი კარგად არ აფუვდება და არ ამოვა. შოკოლადიანი ცომი მაცივარში არც ერთ შემთხვევაში არ მოათავსოთ. რამოდენიმე საათის შემდეგ ცომი ამოვიდა, როგორც ხედავთ, უკვე კარგად გაფუვდა და მე გამოვიყენებ ისევ ჩემს გამოსაცხობ ქაღალდებს, ეს არის საშუალო ზომის და ამ პორციიდან გამოდის დაახლოებით 4 ცალი პასკა, რომელიც იწონის 650 გრამს. მე ახლა ზეთში დავისველებ ხელებს და ამოვიღებ გონდას. ცომის კონსისტენცია არის წებოვანი, მისი შოკოლადიდან გამომდინარე. ამიტომ დაისველეთ ხშირად ზეთში ხელები. დამგალეთ კარგად და გადაიტანეთ ისევ ფორმებში. შემოსწორეთ გვერდები კარგად და დადგით დაახლოებით საათნახევარი ან 2 საათი, იმისათვის რომ ცომი კარგად ამოვიდეს და გუმბათები გაიკეთოს.
და როგორც ხედავთ, დაახლოებით 2 საათის შემდეგ ცომი ჩემთან გამოიყურება ესე და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური პასკის ცომი, რომელიც შეგიძლიათ აგრეთვე ქიშმიშიანი და ცუკატებიანი პასკისთვისაც გამოიყენოთ, არის ძალიან გემრიელი. და გამოაცხოთ წინასწარ გახურებულ ომში 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. და მოათავსეთ ცოტა დაბლა. როგორც ხედავთ, ჩემი პასკა უკვე გამოცხვა და გამოიყურება ესე. პასკა გაცივდა ბოლომდე და ახლა მინდა მე მოვაცალო გამოსაცხობი ქაღალდი და განახო თუ როგორ გამოიყურება შიგნიდან. გამოსაცხობ ქაღალდს ნუ მოაძრობთ იქამდე, სანამ არ მიირთმეთ პასკას, რადგანაც ეს იცავს გამოშრობიდან. და გამოსაცხობი ქაღალდი უნდა მოაძროთ მხოლოდ მაშინ, როდესაც პასკა გაცივდება ძალიან კარგად. და როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება შემდეგ პასკა, რომელსაც მე ახლა მოვთავ და წავუსმევ ზემოდან შავ შოკოლადს და თეთრ შოკოლადს. აქვს აგრეთვე თხლადაჭრილი ნუში, თხლადაჭრილი თეთრი შოკოლადი და შავი შოკოლადი. მე ახლა შავ შოკოლადს დავუმატებ ცოტა ქოქოსის ცხიმს, თქვენ შეგიძლიათ 1 სუფრისკოვსი ზეთი გამოიყენოთ. და მე მაქვს 200 გრამი შავი შოკოლადი. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ შაქრის პუდრა მოაყაროთ და ისე მიერთვათ. შავ შოკოლადს გადავოსმევ კარგად. და მოვაყრე ზემოდან თხლადაჭრილ თეთრ შოკოლადს. და მინდა გითხრათ, რომ პასკის იდეა მე მაქვს ინტერნეტიდან, რომელიც ძალიან მომეწონა და მოვუსინჯე რამოდენიმეჯერ. დაიმსახურა საკმაოდ დიდი სიმპათიები და შემდეგ გადავწყვიტე, რომ ყოფილიყო ჩემს არხზეც და თქვენთვისაც გამეზიარებინა. მე კიდევ ერთხელ მოვუსმევ შოკოლადს, ჩემს პასკას და მოვაყრე ზეთ თხლადაჭრილ ნუშს, რადგანაც ჩვენ ცომში გამოვიყენეთ აგრეთვე ნუში. და როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება ჩვენი შოკოლადის პასკები, უпростоრად ჩვენი ზებრა პასკები, რომელსაც აქვს საოცარი ფორთოხლის არომატი. და ვისაც არ გიყვართ შოკოლადის პასკა, თქვენ შეგიძლიათ ჩემს არხზე იხილოთ როგორც არაჟნის, ასევე კლასიკური პასკის რეცეპტი. ახლა კი გავჭრათ და განახებთ თუ როგორ გამოიყურება შიგნიდან და მინდა გითხრათ, რომ ეს არის წინადღით გამომცხვარი პასკა. ახლა მინდა პასკა განახოთ, რომელიც გამოვაცხვე რამოდენიმე დღის წინ. და მინდა შეადაროთ კონსისტენცია, თუ რამდენად განსხვავდება ახალი და ძველი პასკა ერთმანეთისგან. რაც უფრო დიდი ხნისაა პასკა, მით უფრო მეტად დამჯდარია ცომი და აქვს ნამდვილი პასკის სახე. მე კი დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით და რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში.